ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობის ეთერშია პროგრამა ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი გამოშვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს თქვენ გაიგებთ ყველა იმ ახალ ინფორმაციას, რომელიც ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში მოხდა. ოცდაოთხ საათზე ცოტა დრო რჩება ცენტრალური ბოლო ზარის კონცერტამდე. მოკლედ მოამზადეთ თქვენი მაისურები, გაუკეთეთ მაგარი წარწერები და მაგარი ნახატები, მოემზადეთ ხმაურიანი კონკურსისათვის და რა თქმა უნდა ბევრი სიურპრიზებისათვის, რომელიც სპორტის სასახლეში გელით. ნეტა ვიყომეც მე-11 კლასელი ისე ვიხმაურებდი. ასერთელებისათვის 27 მაისი წარმატების აღიარების დღე იყო. ჯერ ხომ ბოულინგში გაიმარჯვეს, მერე კი კლუბ 7-ში საღამო მოაწყეს. მოკლედ ნახოთ სიუჟეტი. არის ხალხი, ვინც თვლის, რომ კახა კალაძე არის ცუდი ბიჭი, იმიტომ რომ თავის ორ ბიძაშვილს არ მიცა ფული. აი ესეთი ხალხი არსებობს რა. მოდით ესეთნაირად შევხედოთ ამ საქმეს, რომ ეს ადამიანი, ვინც თავის საქმეს აკეთებს და ესე თვლით, რომ ეს კაცი არის საქმის კეთებელი. თუ მე უსმენთ აქტიურად შეამჩნევთ, რომ ყველა ნიუსი, ყველა საინფორმაციოში ერთი ნიუსი მაინც არის ზოოპარკზე. რომელსაც გიორგი ჯანელიძე აკეთებს. მატენის ხოლმე გამზადებულს ეგრევე და ეჭვი მაქვს ესეთი. რომ შეკრული არიან, ფული აქვს აღებული ზოოპარკის ყოფილ დირექტორთან. ან ალტერნატიულ ზოოპარკს. ან ალტერნატიულ არ ვიცი რაღაცა ზოოპარკის კომპლექტებას ეწეოდა. თუ იმე დაინახავ ზოოპარკში ამ კაცს დაენახე. ეხოწე 303-701 ეს ინტონში ჩავაგდე რა იქ მე პრობლემას დამილეკოს. ჩემი ტელეფონის ნომერი არის. აი ცხოვრები როგორ სამშობლო. მოდია მიკროფონი მომეწონე კარგად გადავდარდე. ჩემი თხოვნა იქნება რომ ხუმრობით წერილებს ნუ გამოგივზანი და ანეკდოტებს ნუ მოყვებით, იმიტომ რომ ასეთ სეშინარსის წერილია. სვიო საღამოს დამთავრების შემდეგ გელოდებით ბაზართან, შენი ამირანი. ხოდა ეს. აი შვა ამირანა ეიშვა. აი აქ ესეთი გოგოები წერილია, მზია გვინდა გამოგეხმაუროს და ძიახილის ნიშანი და ჯობი არ გამო. ეს არის სოფლიოში ყველაზე საინტერესო მზია, რაც შეიძლება თქვენ ნახოთ. აი ეს არის მზია. შემიჭირიმე. ამ ხელაკაცე პიდარასტიო როგორ უნდა იქნას? რა გული. ზოგადად აჩქარებული პიდარასტი გამოდის მზია დღეიდან, რომელიც ერთად ასე ლაპარაკობს ხოლმე. ნუ არ არის ასასაცილო რო ვთქვა. ვასე, არაფერი. ცოტა შე კომპლექსიანი არის დროპი. დღეს სასიამოვნო ხალხის გარემოში მოვხვდით ნაცნობებთან და მე ძალიან მომეწონა და ნასიამოვნები ვარ დღევანდელი საღამოთი. კარგი საღამო იყო, ძალიან კარგი ხალხი იყო. ჩვენ ძალიან კარგ ხასიათზე დაგვაყენა ამ სიტუაციამ, რაც აქ იყო. დიდი მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, ამ საღამოსთვის. პროექტს ქვია წარმატების ფორმულა დავარქვით ესე ზოგადად, არც არაფრის შეცვლას ვაპირებთ ხა სახელში. შეიძლება უფრო რაღაც ისეთი საზრიანის მომფიქრება, მაგრამ აი ბოლო 90 წლის მერე, პერესტროიკის მერე თუნდაც და ჩვენი დამოუკიდებლობის მერე, ვინც კი ვინმე რამეს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თქვენი მოწვევაც მოგვიხდება მაესტროსი. უბრალოდ ესე თანმიმდევრობას ვარჩევთ, სარდაფით დავიწყეთ და რადგან მეგობრები არიან რადიო 101 მოვიწვიეთ, ყოფილი 105 აწი ახლა მაესტროს მოვიწვეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან კაი იყო, ერთი კონდიციონერი ჩაამატონ იქ შუაში, ცოტა უფრო მეტი სიგრილი იქნება, მაგრამ ისე ძალიან კაია. ივსება და ივსება დებიუტანტებით ქართული შოუ-ბიზნესი. მე ამას მხოლოდ მივესალმები. მოკლედ, კლუბ რესტორან კრისტალში სიმღერის პრეზენტაცია მოეწყო. მაკოს ხირკლაძის დებიუტი საკმაოდ ცნობილი და შოუ-ბიზნესში კარგად ჩახედული ხალხის, რუსიკო ბახტაძის და ნიკა მემანიშვილის დახმარებით შედგა, მაგრამ ნიკა ამ პრეზენტაციას ვერ დაესწრო, რადგან ის ოზურგეთში გაემგზავრა. გზა დაულოცოთ მას, მიულოცოთ დაბადების დღე და მას სტუმრად მოვიდნენ კიდე სხვა მისი ახლობლები, რომლებიც
მუსიკა დაწერა ალბათ ორუსი ბახტაძემ, ჯანი ბახტაძემ და ორიგინალური ვერსია წარმოადგენდა როსტო ბახტაძემ და არანჟირება ნიკა მემანიშვილს ეკუთვნის. ხოლო რაც შეეხება ტექსტის ავტორი უცნობია. ყოველ შემთხვევაში არის ის ნაცნობი გოგონა კილოსა კიდევ ერთხელ დავაჯერებთ შემოგარგოთ და ეს შენი პირველი გამოსვლა არის სცენაზე ლიპარები წარმატებული. Ну, ახლა პოეტმა сейчас დისკეთე გაერთეთ უკაცო მეგობრებო და ნეუნელა შიგადაში კიდე რაღაცებს მოგაშორეთ, ასე ვთქვათ, საინტერესო ამბავი. ეს არის ჯანო კახიძის დაწერილი კინოფილმისთვის პირველი მერცხალი და ჩვენ გავაკეთეთ ამ მელოდიის ინტერპრეტაცია, ასე ვთქვათ, გადავიტანეთ ვოკალისტვის. მაკო ძალიან მიყვარს, მაკო გავიცანი რუსა ბახტაძესთან და მეგობრობთ ძალიან ახლოს ერთმანეთთან და მომწონს ძალიან ეს სიმღერა და რა ვიცი, ვუსურვებ წარმატებებს. შევეცდები რომ კარგი მომღერალი გამოვიდე და ყველა გავახარა ჩემი სიმღერებით. რაც შეეხება მაკოს, არის ძალიან საყვარელი, უსაყვარლესი ადამიანი და თავარი არის ის, რომ ძალიან პროფესიონალურად უდგება. მიუხედავად ასაკისა, ძალიან პროფესიონალურად უდგება. ამაზე მე მგონი უკვე მან აირჩია ეს პროფესია და ალბათ თვლის უკვე რომ მისი პროფესია არის მომღერლობა. მოდი სამყაროში ქართველები წარმატებებს აღწევენ. რუსულ კონკურს რუსკი სილუეტს ქართველი გამარჯვებულები ყავს. საქართველოში უკვე 3 წელია ტარდება ახალგაზრდა მოდელიორ დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსი მოდა 21 საუკუნე. 2002 წლის 29 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალაცში გამართულ მესამე საერთაშორისო კონკურსზე, რომლის ჟიურისაც ცნობილი მოდის კრიტიკოსი და თეატრალური მხატვარი ალექსანდრე ვასილიევი ხელმძღვანელობდა, გამარჯვებულად ცნო ხატია ჩომახაშვილი კოლექციით დედისეული ჩითები და გიორგი ამირეჯიბი კოლექციით გაორება. რუსულ სილუეტში წელს 65 მოდელიორ დიზაინერი მონაწილეობდა რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და კავკასიის 3-ვე რესპუბლიკიდან. ხატია ჩომახაშვილის პრიზები გახლავთ. სტაჟირება იტალიაში კომპანიაში ნილსტარ, რომელიც მას კომპანიის პრეზიდენტმა ზილიოლმა გადასცა და დეფილე რომის კიბეებზე. ხატია ივლისში მიიღებს მონაწილეობას ამ ჩვენებაში. სხვადასხვა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი იყო და ყველა დიზაინერი ამ ჯილდოზე ოცნებობდა. ჩემთვისაც და კონკურსის როგორც ერთ-ერთი თანაორგანიზატორისთვის დიდი გამარჯობა იმ მხრივ, რომ თუ ამ დიზაინერებმა მართლა გამოიჩინეს თავი და რაღაცას მიაღწიეს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტ საინტერესო ხალხს მოვიზიდავ პირადად მე. უფრო მეტ საჭირო ხალხს, ასე ვთქვათ, და საქართველოს უფრო კარგი კუთხით გაიცნობენ. გიორგი ამირეჯიბი კი ასეთი პრიზებით დააჯილდოვეს. ერთწლიანი სტაჟირება ჟურნალ ოფიციელში ქალაქ მოსკოვში და სტაჟირება დანიაში კომპანია საგაფორსში. რთული იყო და პრინციპში არც მოველოდი მართლა, იმიტომ რომ მართლა ძალიან სერიოზული კონკურსია ეს, იმიტომ რომ ყველა თითქმის ევროპის ყველა ისეთ ცნობილი სახლები აკეთებენ სტაჟირებებს იქიდან, ანუ მიყავთ თავისთან სტაჟირებაზე, თვითონ ირჩევენ ამ კოლექციას და დიზაინერს. ჩემი კოლექცია რო გადის, მაშინ არ მესმის არც ხმა, არც არაფერი. ის ვიგრძენი რომ აი ხალხმა თავიდან რო დაიწყო, საერთოდ ნაკლებად უკრავდნენ ტაშს და ამ კოლექციაზე ხალხმა ტაშის კრა დაიწყო, ბოლოს ფეხზე წამოდგნენ და დიდი აჟიოტაჟი იყო მართლა. მოკლედ ქართველმა დიზაინერებმა კონკურსის 4 ძირითადი პრიზის გარდა მაყურებლების დიდი სიმპათიაც დაიმსახურეს. ქართული მოდის ასეთ წარმატებას არავინ ელოდა.
თუ თქვენ გსურთ ძალიან მაგარი დრო გაატაროთ არა მარტო დაბადების დღეზე, არამედ ბანკეტზე და კარნავალზე, უნდა მიაკითხოთ ელიტ კლუბს. ელიტ კლუბი მდებარეობს ვერის ბაღში, სადაც თქვენ შეგიძლიათ იმღეროთ კარაოკე, იცეკოთ დაცემამდე, მიირთვათ გემრიელი კერძები და რაც თავარია ეს ყველაფერი ვიდეო კასეტაზეც დააფიქსიროთ. მოკლედ მე ყველას გირჩევთ, რომ მიხვიდეთ ელიტ კლუბში და ეს თქვენი შეხვედრის ადგილი გახდება. ციგნის საყრდენში დათო მაღაძემ პრეზენტაციები მოაწყო. ეს იყო ციგნის პრეზენტაცია, ლექსების კრებულის პრეზენტაცია და ყველას თავისი ოქროს მედალიც აჩვენა. ქვია კულტურა ტირე მეფური ნაკლი. არის ლიტერატურული პუბლიცისტური წერილების კრებული. რამდენიმე სამოცნიერო ნაშრომით არის შემოკლებული ვარიანტი დაბეჭდილი. ჩვენ საზოგადოების ყოფას ეხება დღევანდელ ჩვენ საზოგადოებრიობას. ბოლო 10 წლეულში აი რაც ლიტერატურულ ან პუბლიცისტურ პრესაში რაც გამოქვეყნებულა ნაწილს იმისას თავი მოუყარე შერჩევით და გავარქვია ესეთი ერთ-ერთი წერილი სათაური. კულტურა ტირე მეფური ნაკლი. ლექსების წიგნის ნიკალას მესამე ტირაჟი გამოვიდა დღეს და გამოვიდა უკვე დღევანდელ დღეს ქსელში. ამ მესამე ტირაჟის პრეზენტაციაც არის, თუ შეიძლება ესე ითქვას და არის მედლის კიდევ ასე ისურვეს ჩვენმა წიგნის მაღაზიის მესვეურებმა. კემბრიჯის ოქროს მედალიც არის გამოფენილი. რა თქმა უნდა გავეცნობ, იმიტომ რომ დათო ჩემთვის არის ძალიან საინტერესო და კარგი ნიჭიერი პოეტი. თანამედროვე ქართველი პოეტი. იმასთან ერთად რომ ის მწყინვალე პოეტია, შესანიშნავი პოეზია აქვს, მას ასეთი ფართო საზოგადო მოღვაწეობა. ალბათ ესეც იყო იმისი მიზეზი, რომ ის აი კემბრიჯის ცენტრმა ოქროს მედლით დააჯილდოვა და აი ახალ ნომინაციაზე საერთაშორისო წელის ნომინაციაზე წარადგინა. ეს დიდი პატივია, რადგანაც კემბრიჯმა მისცა ესეთი დიდი საპატიო ჯილდო ჩვენს პატივცემულ პოეტს და მე მიხარია რომ მე აქ ვარ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.